ჯასტინ კეთილი იყოს შენი მობრძანება და როგორ გძნობ თავს ამ ბრძოლის წინ თეთრ სახლში. თავს საოცრად გძნობ. გულისხმობ 37 დღე მაქვს ბრძოლამდე. ასე რომ მე ჯერ კიდევ ბევრი მოსამზადებელი სამუშაო მაქვს შესასრულებელი. ჩემი მომზადება მიმდინარეობს შთამბეჭდავად. თქვენ არასდროს გინახივართ ორჯერ მიასპარეზა 6 თვეში. ასე რომ გამოხვიდე ბანაკიდან, გამოხვიდე ბრძოლიდან, იყო დაუზიანებელი, იყო ტრამვის გარეშე და შეძლო პირდაპირ ვარჯიშს დაუბრუნდე და იყო ბევრად უკეთეს ფორმაში. არის ის, რაც ამყარებს ჩემს თავდაჯერებულობას. ძალიან გახარებული ხარ, რომ მე ბძვი ილია თოფურიას შენს ქვეყანაში, თეთრ სახლში. ძალიან აღელვებული ვარ. გულისხმობ, მე 5-1-თან აუთსაიდერი ვარ. მან დაამარცხა ორი ბიჭი, რომლებმაც მე დამამარცხეს. ნუ იცით, მას აქვს მთელი ჰაიპი. არავინ ფიქრობს, რომ მე შემიძლია რამის გაკეთება. არავინ ფიქრობს, რომ მე შემიძლია მოგება. ასე რომ როცა მოვიგებ, ეს იქნება მით უფრო უკეთესი, მით უფრო შთამბეჭდავი, მით უფრო დასამახსოვრებელი. და ფიქრობ, რომ ეს ხელსაყრელი დაპირისპირებაა შენთვის? ფიქრობ თუ არა, რომ ეს ჩემთვის ხელსაყრელი დაპირისპირებაა? დიახ. და ვთქვათ ჰაბიბთან შედარებით, რომელიც ძალიან ძლიერი გრეპლერია. მე ვყვავი ქაოსში, მე ვყვავი ფეხზე დგომისას, ძალიან ათლეტური ვარ. გვენდობი ჩემს უნარს რომ შევძლებ მაგალითად A პუნქტიდან B პუნქტამდე გადაადგილებაში ვიყო მასზე სწრაფი, ასე რომ მომწონს მისი ფიქრი. რომ შეძლებს ჩემს დანოკაუტებას, რადგან ზუსტად ასეთი ბრძოლა მინდა. ბუკმეიკერების მიხედვით ილია თოფური არის ამ ბრძოლის უდაო ფავორიტი. არის ეს შენთვის мотиваცია? 100%-ით კი. გულისხმობ, მე ვიყავი აუთსაიდერი 12 ბრძოლაში UFC-ში 15 ბრძოლიდან. მე ვებრძოდი მხოლოდ საუკეთესო ბიჭებს. და მე მხოლოდ ორჯერ წავაგე როგორც აუთსაიდერმა. შეიძლება 3-ჯერ. მაგრამ მიყვარს ამ პოზიციაში ყოფნა. მიყვარს როცა მთიშავენ. მე დღემდე ისევ გრძნობ თავს, თითქოს ახლახან დამანოკაუტა მაქს ჰოლოვეი. აი რა მაძლევს мотиваციას ყოველ დღე. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება დისტანცია ამ ბრძოლაში? დისტანცია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აბსოლუტურად ყველა ბრძოლაში. ვის შეუძლია დისტანციის კონტროლი? ვის შეუძლია წინ წასვლა? ვინ შეიძლება იყოს უფრო არაპროგნოზირებადი? მაგრამ დიახ, მე მყავს საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში და ის არის ძალიან შეუვალი იმაში, რომ ვიბრძოლო კონკრეტული სტილით. და ამიტომ ვარ ძალიან კონცენტრირებული და სრულიად ფოკუსირებული იმაზე, ვეცადო სრულყოფილებამდე მივიყვანო ის სტილი, რომლითაც ვაპირებ ბრძოლას. როგორ გავუმკლავდები მის წნეხს ამ ბრძოლაში? ნახოთ, მოუთმენლად ველოდები. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება საბრძოლო IQ ამ შეხვედრაში? დიახ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ისევ და ისევ მე UFC-ში ძალიან დიდი ხანია ვარ. ვიბრძოდი საჩემპიონო ქამრისთვის, BMF-ის ქამრის ჩათვლით. დაახლოებით 5-6 ჯერ, რაც უპრეცედენტოა. არავინ არასდროს შემორჩენილა ასე დიდხანს. ისინი სულ ცდილობენ თავიდან მომიშორონ, მაგრამ მე ისევ აქ ვარ და ჩემი თავი ამ პოზიციაში უმიზეზოდ არ ჩამიყენებია. ღმერთმა აქ რაღაც მიზნით მომიყვანა და მიუხედავად იმისა, მოვიგებ თუ წავაგებ, მე შთავაგონებ მსოფლიოს. გაქვს რაიმე პროგნოზი ამ ბრძოლისთვის? ჩვენ რაკეტებს ვისვრით. იქნება რაკეტები თეთრი სახლის გაზონზე, რომელიც გაეშვება 25 წუთის განმავლობაში. და ერთი ბოლოგზავნილი ფანებისთვის. მადლობა აქ ყოფნისთვის მთელი ამ დროის განმავლობაში. ეს იყო დაუჯერებელი თავგადასავალი. თუ თქვენ მე მიჭერთ მხარს, მადლობა. თუ მხარს უჭერთ ილია თოფურიას, წადით თქვენი. და ბოლო კითხვა. ახლა როგორია შენი აზრი? შენი რეალური აზრი ილია თოფურიაზე? ფიქრობ ის საოცარია, ფიქრობ ის წარმოუდგენელია, ფიქრობ რომ მასთან დისტანციის უპირატესობა მექნება, ფიქრობ ის უფრო დაბალია ბევრ მათგანზე, ვისაც აქამდე შეხვედრილ ვარ, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს მას უფრო ძლიერს ხდის. დიახ, ის წარმოუდგენელია. დიდი მადლობა შენი დროისთვის და წარმატებებს გისურვებ.